მე ვარ რაისა ლიპარტელიანი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ადვოკატი. დღეს ჩვენ შევეხებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. უკვე 3 მოსმენით იქნა მიღებული კანონპროექტი საჯარო სამსახურში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ. მიღებული კანონპროექტი მკვეთრად აუარესებს საჯარო მოხელეთა დაცვის გარანტიებს. პირველ რიგში ეხება რეორგანიზაციის საკითხებს. კანონპროექტის მიხედვით რეორგანიზაციის დროს გათავისუფლებული ადამიანები სასამართლოში მიმართვის შედეგად ექვემდებარებიან მხოლოდ 3 თვის ხელფასის ოდენობის თანხის კომპენსაციის მიღებას და მათი სამსახურში აღდგენა აღარ მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია შეფასებების საკითხი, თუ კი აქამდე საჯარო მოხელეები მხოლოდ წელიწადში ერთხელ ფასდებოდნენ, უკვე მათ 6 თვეში ერთხელ მოუწევთ შეფასების პროცედურის გავლა. უფრო მეტიც, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია შეცვალოს შეფასების შედეგები 1 თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ კი შეფასება იქნება არადამაკმაყოფილებელი, საჯარო მოხელეს ექვითება ყოველთვიურად 20%-ის ოდენობით ხელფასი. შემდგომ შეფასებამდე, ორჯერ უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში კი ექვემდებარება გათავისუფლებას. ძალიან პრობლემურია პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა უფლებრივი მდგომარეობის ცვლილება. ამიერიდან მათი სამსახურებრივი ხელშეკრულება იქნება ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ისინი აღარ იქნებიან უადოდ დასაქმებულები, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი უფლებამოსილების ვადა იქნება მიბმული დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადასთან და თუ კი მოხდება მისი გათავისუფლება, ისინი ავტომატურად ექვემდებარებიან გათავისუფლებას. იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი მიიღებენ 1 თვით ადრე გაფრთხილებას, ვერ მიიღებენ ვერანაირ კომპენსაციას, თუ კი ეს ვადა არ იქნება დაცული, მაშინ მხოლოდ 1 თვის კომპენსაციას მიიღებენ. რაც თავარია, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები შესაძლებელია უკვე დაინიშნონ ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ანუ ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების შესაბამისად. ამავე პროცედურას ექვემდებარება არა მხოლოდ საჯარო სამსახურები, არამედ სამომავლოდ ასევე ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ასევე კანონპროექტის მიხედვით რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული ადამიანები აღარ დაექვემდებარებიან მობილობას. მობილობა ნიშნავს კანონის მოქმედ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც თუ კი ადამიანის გათავისუფლება ხდება მათ შორის რეორგანიზაციის საფუძვლით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მას შესთავაზოს ალტერნატიული სამსახური იმავე დაწესებულებაში ან ზოგადად საჯარო სამსახურის სისტემაში. კანონპროექტის მიხედვით უკვე რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული პირები მობილობასაც ვერ შეძლებენ. ასეთი ცვლილებები, რომელიც შემოგთავაზა კანონმდებელმა, ნიშნავს იმას, რომ ის დამოუკიდებლობა და სტაბილურობა, რომელიც როგორც წესი მახასიათებელია საჯარო დაწესებულებებისთვის, ფიზიკურად აღარ იარსებებს. ეს ადამიანები დაექვემდებარებიან მათ შორის დისკრიმინაციულ მოპყრობას სხვადასხვა საფუძვლით და შედეგობრივად ჩვენ გვექნება დაუყოლება დაუცველი საჯარო მოხელე, რაც ერთი მხრივ ცხადია აზარალებს მის უფლებრივ მდგომარეობას, მაგრამ მეორეს მხრივ ასევე აუცილებლად შედეგად მოგვიტანს სახელმწიფო სერვისების გაუარესებულ ხარისხს, იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო სამსახური კიდევ უფრო არ იქნება ადამიანებისთვის დასაქმების სასურველი ადგილი. ისედაც მაღალი კონკურენციის პირობებში უნდა ითქვას, რომ დღეს საქართველოში საჯარო სამსახური კონკურენციას ვერ უწევს კერძო სექტორს და ისედაც მუდმივად ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებს ახასიათებს კადრების დენადობა სწორედ არასათანადო შრომის პირობების, მათ შორის შრომის ანაზღაურების გამო. საქართველოს გაუმარ! გაუმარ! ჩვენ ხედავთ, რომ მათ შორის საპროტესტო აქციებში ერთვებიან საჯარო მოხელეები. მიზანი ალბათ არის ის, რომ სისტემაში მომუშავე ადამიანები ექვემდებარებოდნენ სახელმწიფო კონტროლს და მეორეს მხრივ, როგორც ჩანს, დღევანდელი სახელმწიფო სისტემებში შემავალი ადამიანები არ წარმოადგენს მათთვის სანდო დასაყრდნს, როგორც ჩანს და შესაბამისად მათ იფიქრეს იმ გზებზე, როგორ შეიძლება ეს ადამიანები იქცენ მართულად. ჩვენ უკვე გვქონდა ასეთი მოცემულობა, მაგალითად შრომის კოდექსში 2006 წელს და სწორედ ჩვენი საერთაშორისო ადვოკატირების შედეგად ამ პერიოდში არ დარჩა არც ერთი საერთაშორისო უწყება, რომელმაც მკვეთრად არ გააკრიტიკა შრომის კოდექსი როგორც კაბალური, როგორც დისკრიმინაციული პრაქტიკების წამახალისებელი და ის, რასაც ჩვენ დღეს ვიღებთ საჯარო სამსახურში, არის კიდევ უფრო უარესი. და აქვე საგულისხმოა, რომ ანალოგიური ნორმა გულისხმობთ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც ეხება 3 თვის ხელფასის
ოდენობის კომპენსაციის მიღება სასამართლო გზით, ეს უკვე არსებობდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. მაშინაც არ გაითვალისწინეს ჩვენი პოზიცია, როცა ეს ცვლილება შევიდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და ეს ნორმა, კონკრეტულად ეს ნორმა 2015 წელს არაკონსტიტუციურად ცდო საკონსტიტუციო სასამართლომ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საჯარო სამსახურის რეფორმა ეს იყო სწორედ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება. ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი 2014 წელს და უკვე 2015 წელს ჩვენ გვქონდა საჯარო სამსახურის რეფორმა. ასეთი რეფორმით კი, როგორც უკვე ვახსენეთ, სრულიად ძირი ეთხრება იმ ცვლილებებს და იმ მიღწევებს, რომელიც ჩვენ აქამდე უკვე გვქონდა და სამომავლოდ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება როგორც თვითონ ამ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე, ასევე ზოგადად ჩვენ საერთაშორისო იმიჯზე.